ჩვენი პარტიისთვის ეს შედეგი იყო ერთმნიშვნელოვნად პროგრესი, წინ გადადგმული ნაბიჯი და წარმატებული შედეგი მიუხედავად იმისა, რომ აქაც უნდა ითქვას ისიც, რომ რა თქმა უნდა ჩვენ სურვილი და ამბიცია გქონდა მეტის და შესაძლებლობაც იყო მეტის თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, რამდენგან ძალიან ახლოს დაჯდა შედეგები იმასთან, რომ იქაც დაძლეული იყო ბარიერი და რამდენგან დაჯდა ზღვარზე არა, მაგრამ აი საკმაოდ მცირე ხმები დაგვაკლდა, აი ძალიან ბევრი იყო. მაგალითად რაიონები, რაც გულდასაწყვეტია სულ რაღაც 100 ხმის, 70 ხმის, 120 ხმის სხვაობამ გადაწყვიტა ფაქტი, რომ ადამიანი იქაური წარმომადგენელი ვერ გავიდა საკრებულოში. ამ მომენტისთვის ჩვენი პარტიის შედეგი არის შემდეგი. ბარიერი დაძლეულია და შესაბამისად წარმომადგენელი დეპუტატი საკრებულოში გავიდა ჩვენი პარტიიდან თბილისში, ყვარელში, თიანეთში, რუსთავში, დუშეთში, ყაზბეგში, გორში, ხაშურში, ანუ აი ამ 8 რაიონში ბარიერის დაძლევა მოხდა. შესაბამისად ჩვენი წარმომადგენელი ერთი დეპუტატი ამ რაიონებში თითო დეპუტატი იქნება საკრებულოებში. ამის გარდა ამ მომენტისთვის ერთი ხმა დააკლდა მესტიას, ერთი ხმა. ანუ აი ორიც არა, მანამ დილას გქონდა ინფორმაცია რომ ორი, მაგრამ აი ამ მომენტისთვის გაირკვა რომ ერთი აკლია მესტიას და დაიხურა საარჩევნო პროცესი. ამის გამო ჩვენ საჩივარი შევიტანეთ, მოვითხოვეთ გადათვლა რიგი უბნების და აგერ დღეს დარეგისტრირდა ჩვენი საჩივარი და მოხდება გადათვლა რიგი უბნების. ამის გარდა ონში დაგვაკლდა 4 ხმა და იქაც შევიტანეთ საჩივარი და მოვითხოვეთ უბნების გადათვლა. ამბროლაურში თუ არ ვწდები 26 ხმა გვაკლია აქაც საჩივარია შეტანილი გადათვლას ვითხოვთ. თელავში, ბორჯომში არის 40-მდე ხმა. ბორჯომში ნაკლები, თელავში არის სადაც 40-ის ფარგლებში. აი ამ რაიონებში საჩივარი გვაქვს შეტანილი, ანუ ზღვარზე გავჩერდით მაგ რაიონით და ეხლა გესმით რომ მანდ როგორი პროცესია ნახეთ, ეხლა რომ მიდის ამ ბიულეტენების დათვლა იქ ჩვენ სამწუხაროდ მაგ რესურსების იმ რესურსების პარტია არა ვართ, რომ ყველგან შეგძლებოდა დამკვირვებლების ყოლა სამწუხაროდ. სადაც ყავდა იქ იმუშავეს. იქ იმუშავეს და იქ არ გააბათილებინეს ზედმეტი რაღაც ბიულეტენები, მაგრამ ეხლა ბიულეტენი აი ცოტა ისე რაღაცა ხაზია სხვანაირად და მოდი ეს ბათილია ეს არ ითვლება ეგეთი პრობლემები გადასამოწმებელი, იმიტომ რომ როცა გაკლია ერთი ხმა, ხო, ანუ გაკლია 4 ხმა, ხა იქ ერთი ბიულეტენის გაბათილებაც საერთოდ ანუ ცulis ყველაფერს, ხო? აქედან გამომდინარე და იქ 26 ხმა, 40 ხმა არის ისეთი სხვაობა, როცა საუბარია რაღაც 100-ობით ხმებზე და იმ 100-ობით ხმიდან 1000-ობით ხმიდან არის რაღაც 40 ხმა, 40 ხმაში სხვაობა, 26 ხმაში სხვაობა. ეგ ეხლა ვეცდებით, რომ გადათვლით გავარკვიოთ შეიძლება თუ არა, მანდ იცვლება თუ იყო თუ არა რაღაც ისეთი ფაქტი, რამაც ჩვენი შედეგები შეცვლა. პირდაპირ აი 4, 5, 10 ხმის დონეზე გადაწყდა ბევრგან. და ოდნავ მეტი აქტივობა რო ყოფილიყო, ჩვენ ეხლა გვეყოლებოდა არა 8 ან 10 წარმომადგენელი, არამედ 30 და 40 წარმომადგენელი. და ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ვაიმე დედა რა მოხდა. პირიქით, კაცო, ეს რო გაირღვა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა იმ წარმომადგენლებმა რეგიონებში, ჩვენმა იმ ხარდამჭერებმა რეგიონებში, სადაც ამ არჩევნებზე შედეგი ვერ დავდეთ, კარგად მიაქციონ ყურადღება იმ რეგიონებს, სადაც დაიდო შედეგი. იმიტომ რომ სხვაობა შეყვანილ ჩვენ წევრსა და გარეთ დარჩენ ჩვენ წევრს შორის ხშირად არის 40-60, ზოგან 10-15 ხმა. და ამითი უნდა მიხვდეთ, რომ აქტივობას აქ ძალიან დიდი უზარმაზარი ფასი. სინამდვილეში ჩვენ ხომ ცარიელი ხელებით შევედით ამ ბრძოლაში. ჩვენ არაფერი არ გვქონდა საერთოდ. არც ფული, არ გვქონდა რა, არც გვაქვს დღემდე, არც
რესურსი. ხო, მაგაზე უნდა დაუკონკრეტოთ. ბევრს გონია, რომ ეხა ამ არჩევნებით ჩვენ რამე დაფინანსება მოვიპოვეთ. ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით პარტიები არანაირ დაფინანსებას არ იღებენ, ამიტომ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა რანაირადაც ადრე იყო ზუსტად იგივენაირად არის. ეგ გაითვალისწინეთ, ვინმე ჩათვალა რომ ეხა 8 კაცი გავიყვანეთ და ავშენდით, არა, რანაირადაც ვიყავით ზუსტად ეგ. კანონი მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზეა გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსება იმ პარტიებზე, ვინც ბარიერს გადალახავს. ამიტომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე არანაირი დაფინანსება არ იგულისხმება კანონით. თუმცა ადრე იგულისხმებოდა, მაგრამ ხელისუფლება სპეციალურად მოხსნეს ამ არჩევნებზე. ესეც გაითვალისწინეს. და უყურე რავს გულისხმობთ. ჩვენ აი მართლა აი ყოველგვარი ზედმეტი შეფასებებისა და რაღაც მეტაფორების მოყვანის გარეშე აი შიშველი ხელებით შევედით. თან შევედით უმძიმესი, მოდი ისიც ვაღიაროთ, უმძიმესი მარცხიდან, ხო? დაახლოებით 10 თვის წინ, ანუ საპარლამენტო არჩევნებზე, შარშანდელ არჩევნებს გულისხმობ. ჩვენ მივიღეთ უმძიმესი დარტყმა, იმდენად მძიმე დარტყმა იყო, რომ საერთოდ ერთმანეთში ვლაპარაკობდით, რომ საერთოდ აქვს თუ არა გაგრძელებას აზრი, აქვს თუ არა წინააღმდეგობის გაწევას რაიმე სახის პოტენციალი და რესურსი და ხო არ დავანებოთ საერთოდ თუ არ უნდა ხალხს და მათ შორის ეთერშიც გვისაუბრია ამაზე, თუ არ უნდა ხალხს და თუ ამ აზრზე არ არის ხალხი, მაშინ ნუ ფოკუს ვერ ჩაატარებ, ხო, მით უმეტეს ამ პოლიტიკურ ვითარებაში, მაგრამ მაშინ მივიღეთ ჩვენ ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ შეიძლება ვიღაცა არ იყოს ღირსი, რომ მის გამო იბრძოლო შენ, ვინც შენ მხარს არ გიჭერს, მაგრამ ვინც მხარი დაგვიჭირა და ვინც გამოკვა, ვინც გაბედა, მათ წინაშე ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ თუნდაც ეს ადგილობრივი არჩევნების თვალსაზრისით მაინც შანსი მიგვეცა საკუთარი თავისთვის და გამოჩნდა რომ სწორი ვქნია. და გამოჩნდა რომ სწორი გვიქნია. უმძიმესი მარცხის მიუხედავად ჩვენ ეგრევე ფეხზე დავდექით და დავიწყეთ. პირიქით მატება გვაქვს. და მატება გვაქვს, შედეგებში გვაქვს განუზომლად მეტი მატება. არა მარტო იმ თვალსაზრისით რომ 8 ქალაქში შევიყვანეთ ჩვენი წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოში შევედით, რაც ძალიან სერიოზული მიღწევა, მაგაზე ცალკე ვისაუბროთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ ძალიან სასიკეთო საქმეებისთვის. უყურეთ, მოდით რა ვითარებაში გვიწევდა ჩვენ ამ არჩევნებზე ოპერირება და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. მოდი მაგაზეც ორი სიტყვით. აი, მოდი მაშინ პატარა სტატისტიკას ვეთქვი. აი, მარტივად რომ მიხვდეთ, ერთი თვის მანძილზე ჩვენ პარტიის და ტელევიზიის შენახვა რაც გვიჯდება, სხვა პარტიები ერთი კვირის მანძილზე მაგ თანხას ხარჯავდნენ Facebook-ის რეკლამებში მარტო. აი, Facebook-ზე რეკლამა რო გაეშვათ თავისი პარტიის, ერთ კვირაში ხარჯავდნენ იმ თანხაზე შეიძლება ბევრად მეტს, ვიდრე ჩვენ გვიჯდება ერთი თვის მთლიანი ბიუჯეტი, რაც აგვაქვს ყველაფერი. არა, ეს მე მგონი 90 ბევრად მეც ხარჯავენ ისინი კვირაში, ვიდრე არა, მე ვამბობ, აი დაახლოებით ერთი შედეგი რო დავდეთ იმ პარტიებზე ვამბობ. ქართულ ოცნებაზე და იმაზე არ ვამბობ. მოდი ზოგადად დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ როგორც კი გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, თუნდაც იმ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამებრძოლების გულისთვის, ვინც გამოკვა და არ შეიძლება ჩვენ მათ ზურგი ვაქციოთ, შევაქციოთ, როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ პირველ რიგში რით დავიწყეთ? გავიხსენოთ, ხო? ახალი წლის შემდეგ განახლდა ჩვენი ინტერნეტ მაუწყებლობა, ტელევიზია არ ქონდა, იმიტომ რომ ტელევიზია დიდი სახსრები უნდა და დავიწყეთ პარტიის რეგისტრაცია. გავიხსენოთ მეგობრებო, პარტიის რეგისტრაცია როგორ გაგვეწელა? რამდენჯერ დაგვიხარვეზეს, რამდენი რაღაც თითიდან გამოწვეული მიზეზით სცადეს ჩვენი დაბკოლება, ჩვენში იმედგაცრუების
გაჩენა თუმცა ეგეც მოვახერხეთ, ხო? ეგ მაგრა გირტყავს. ეგ მაგრა გირტყავს, რა თქმა უნდა, აი მოდი, ჩვენი წევრებიც კი გვეუბნებოდნენ, რომ გაგვიკვირდა, არ გვეგონა, რომ დაგვარეგისტრირებდნენ. ანუ პირდაპირ ჩვენი თანამებრძოლები პირდაპირ ღიათ აცხადებდნენ, რომ არ მეგონაო გულწრფელად. და ეგ როგორ მოხდა, იცი? ანუ იმდენჯერ ვამტვრიეთ ეგ, აი ბოლოს აი ქართული ოცნების წესდება პროსტო დავაკოპიერეთ, ჩაობარეთ და ტიპებს მაშინ უნდა ეთქვათ, რომ მართლმართველი პარტიის წესდება არის ხარვეზია. ეგ რას ნიშნავს, იცი? ანუ ხელისუფლება შენ გიფიქსირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ამ ძალას მე ყველანაირად ხელს შეუშლი. ეგ საბრძოლო განწყობაზე ხო დადებითად ვერ აისახება, ეგ ხომ პირიქით აისახება, რომ ამათ არა აქვს პოტენციალი, იმიტომ რომ რავი, პარტიის რეგისტრაციაშიც კი ხელს უშლიან. იქიდან მოყოლებული ჩვენ ყველგან ხვდებოდა ბარიერი. არ ყოფილა სიტუაცია, არ ყოფილა შემთხვევა, სადაც ჩვენ ბრძოლის გარეშე რამეს მივაღწიეთ. ყოველთვის გვიწევდა ზედმეტი აქტიურობით, ზედმეტი დაჟინებული ზეწოლით და ასე შემდეგ და იმ პერიოდიდან მოყოლებული ხა ჩვენ ეგ ცოტა გვავიწყდება, იმიტომ რომ ამ უკანასკნელი 7-8 თვის განმავლობაში იმდენი რაღაცა მოხდა, რომ ცოტა ერთი წლის წინანდელი მოვლენები ცოტა ბურუსად ერთი წლის წინანდელი პრობლემები აღარ გახსოვს, აღარ გახსოვს პრობლემებთან მიმართებაში. ამიტომ მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან მოგვიწია რეაბილიტაცია, ანუ ძალიან მძიმე ნოკდაუნი მივიღეთ, მაგრამ მოგვიწია ფეხზე ადგომა. იმდენად მძიმე ნოკდაუნი მივიღეთ, რომ აი მაგალითად ტელევიზია რომ ჩვენი დაიხურა უსახსრობის გარმა. მაგ მე მგონი გირჩმა დაიწყო რეტრანსლირება მაგ არხზე. ანუ ჩვენ ანტენებზე ხო, ანტენებზე რა იმაზეც ვიყავით. ხო, მეცხრე არხ, ხო, მეცხრე არხზე რო ვიყავით და რომ გაითიშა, იმიტომ რომ ფული არ ქონდა, გირჩი ჩაჯდა მაგ მეცხრე არხზე და გირჩი პირველ თვეებში გავიხსენოთ საკუთარ იმას აუდიტორიას კი არა, მაყურებლებს ეუბნებოდა, რომ ჩვენ მოგვეცითო, ჩვენ დაგვიჭირეთო ხარ. მაგათ ეგონა, რომ ჩვენ გავქრით. ნადირობ. ყველას ეგონა, ხო? საერთოდ ჩვენი მდგომარეობა მაშინ ყველა პოლიტიკური ძალის მიერ თუ ექსპერტის მიერ შეფასდა ისეთ მდგომარეობას, რომლიდან დაბრუნებაც შეუძლებელი იყო. არა მარტო გირჩის შემთხვევაში, ეს ვითომ კონსერვატიული ძალები რო არსებობენ, რაღაც გაურკვეველი წარმონაქმნის რაღაც სუბიექტები, რომელიც უცბად საარჩევნო აქტივდებიან ხოლმე და რაც ოცნებას აწყობს, ოცნებას აწყობს, ჩვენ რო ხელს გვიშლიან ხოლმე უცნაურად, არ ვიცი რატომ. ეგეთ ძონძებსაც ეგონათ რომ აგერ ესენი გაქრნენ და ხო არ ვინადიროთ ამ ასე ვთქვათ უმეთაუროდ დარჩენილ ელექტორატზე და მაგ ვითარებიდან აი მართლა ტოტალური უიმედობიდან ჩვენ ნელ-ნელა ავდექით სერიოზული ანალიზი მოვახდინეთ თუნდაც იმ შედეგების და იმ პროგნოზების რა მოხდებოდა ამ ქვეყანაში და მოდი ისიც ვთქვათ, კაცო, ყველას ეგონა რომ მოხდებოდა რიგარეში არჩევნები. მათ შორის პატრიოტთა ალიანსთან ერთად რომ ვიყავით, იქ შიდა ლაპარაკში, შიდა საუბრის დროს ეგ არაფერი დასამალი რა არის ეგ. ღია ინფორმაცია, იქაც ეგონათ რომ რიგარეში არჩევნები იქნებოდა. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, კაცო, რომ არანაირი რიგარეში არჩევნები არ მოხდება, კაცო, სისტემა უბრალოდ დროს წელავს. მე მგონი საერთოდ სისტემის მიერ შემოგდებული დეზინფორმაცია იმისთვის, რომ რაღაცა მოლოდინი გაუჩინოს და იმედი გაუჩინოს მოწინააღმდეგეს და უბრალოდ ელოდებიან ტრამპის არჩევნებს. იმიტომ რომ ტრამპის მოსვლასთან ერთად კარდინალურად შეიცვლება საერთაშორისო მიმართულებით ვითარება და რაც საქართველოსაც აისახება და მართლაც ეგრეც მოხდა. ანუ ყველა ჩვენი გათვლა ყველა ჩვენი წინასწარ განსაზღვრული პროგნოზი გამართლდა. ეხლა მოდი უფრო დეტალურად შევეხოთ, აი, როდესაც პარტია დარეგისტრირდა, ჩვენ CSGO-ში შევიტანეთ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, აი, იქიდან რა პროცესები დაიწყო. აი, ნახე ერთი რაღაცაა რა, ჩვენი მთავარი მტერი, ჩვენი მთავარი გამოწვევა სირთული იყო
ტოტალური უიმედობა. ჩვენს არა მხოლოდ ეხლა ის მოწინააღმდეგეები, კონკურენტები, რა თქმა უნდა, შეეცდებიან დათესონ ეს უიმედობა და ამას გაგივრცელებენ მისი ინტერესი ესე, მაგრამ ჩვენიანებშიც ეს განწყობები აისახებოდა და ეხლა მაგ პირობებში არ არის მარტივი ტელევიზია დაგეხურა, სახსრები არა გაქვს, თავიდან რაღაცა უნდა აწყო და მე ხალხი უნდა დაარწმუნო, რომ რაღაცა გამოვა. თან როგორ უნდა აწყო, იცი, აი 0-დან იწყებ და აი ეს აქ სადაც ვივართ, რემონტს ვაკეთებდით საკუთარი ხელით. კი. ანუ მართლა 0-დან დავიწყეთ რა. ხო, ანუ ნახე ეს ყველაფერი უნდა აწყო და თან ეხლა იმ ხალხს, ვისაც ბრძოლის აუცილებლობაზე უნდა ელაპარაკო, ეს მუხტი უნდა გადასცე. პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი თანამებრძოლების მნიშვნელოვან ნაწილს უბრალოდ იდეა ამოძრავებდა, თუმცა ბევრს ეხლა იდეისთვის ის ხალხი ხვდებოდა, რომ ამ ქვეყანაში გაჩერება არ შეიძლება. ავად თუ კარგად რაღაცა უნდა ვიბრძოლო, თუმცა ბევრს არ ჯეროდა, რომ ეს შედეგიანი იქნება. ჩვენ თვითონ ქონა ძალიან ახლო თანამებრძოლებთან კამათები, რომ პარტიას დავარეგისტრირებთ, ვერ დავარეგისტრირებთ. პარტიის დარეგისტრირების შემდეგ მუდმივი შიში იყო იმისა, რომ აი ეხლა რაღაცას დაგვახარვეზებენ ხელმოწერების შეტანაზე, მერე იქ ბოლოში რაღაცა არ აღმოჩნდეს. ეს რომ ამას რომ შიდა წრე ყველაზე აქტიური თანამებრძოლებისა ამ ეჭვებში რო არის, რომელმაც უნდა დამუხტოს თელი დანარჩენი ნაწილი, ხო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქტიურობა მთელ საქართველოში. ეხლა წარმოიდგინეთ უბრალოდ პასიური მაყურებელი, რომელიც შეიძლება პოზიტიურად არის განწყობილი, ის ხალხი რა მდგომარეობაში იყო. ამას ოღონდ თან დავამატოთ, ეხლა ჩვენ გარედან მაყურებელი როგორ აფასებს, იცით, ნუ აი რაღაც შედეგი ერთ ეს აქ და ნუ აი რაღაც ეს თანაფარდობა. ხალხო არ არსებობდა ამ არჩევნებში მონაწილე რაიმე ხარისხი წონადი პარტია, ჩვენი კონკურენტი პარტიები, რომლებსაც სილკნეძე გათიშულია. ამ სილკნედი არის საქართველოში არსებული ტელევიზორების მე-13 და ის რაც თქვენ ახლა ჩვენ რო ვაცხადებდით, რომ სილკნეძე ჩავირთეთო, ეგ რა იყო? თვეზე ნაკლები რო იყო დარჩენილი არჩევნებამდე, მხოლოდ 1 საათნახევრი თუ რაც არის ჩვენი გადაცემა საღამოს 9 საათიდან 11 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აი ეს ბოლო მონაკვეთში შევძელით, რაღაც მოვილაპარაკეთ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩაგვთო იმ ხალხს, ხო? ამას გარდა ანტენებზე, ჩვეულებრივი ანტენებით მაუწყებლობს უდიდესი ნაწილი უყურებს მთელი საქართველოს მასშტაბით ანტენებს. ხო, ანტენებზე ვიყავით გათიშულები, იმიტომ ფული ზვირის სიამოვნება და ჩართვა მოახერხეთ მხოლოდ ბოლო 3 კვირის განმავლობაში. ყველა დანარჩენი აქ აღარ არის ლაპარაკი სხვა მედიებში ბლოკადაზე. თითქოს არ ვარსებობდით, აი გეგონება რეიტინგზე კი არა. საერთოდ რაღაცა ერთეულჯერ სულ რაღაცა 3-4 ჯერ იყო ზურას მიწვევა სხვადასხვა მედია საშუალებებში, იქიდანაც ამ 3-4-დან ერთი თქვათ გირჩი იყო რაღაცა პოდკასტი, YouTube პოდკასტი, უბრალოდ ძალიან გავარდა იმის გამო, რომ ბოკერია იყო მოწინააღმდეგე და მაგის გამო ტელევიზიამ არ მიიწვია, ხო? მოდი კიდე რა ვაჩერებ. იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ვალდებულება ქონდა და ისი ძალიან გავარდა იქ შემდგარი. იქაც ვიყო ჩაღეთ. ზურამ ყველაზე კაი შედეგი და ერთი კითხვის დასმა ქონდა სულ შესაძლებლობა კალაძესთან და ეგ კარგად გავარდა.